მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კრიპტობაზარი, ყოველ პარასკევს 12 საათსა არა და ცოტა მერე ჩვენ გავდივართ გირჩი ტივის ეთერში. ასევე გვყავს ხოლმე საინტერესო სტუმრები, მიმოვიხილავთ იმ კრიპტოსიახლეებს, რაც აქტუალურია ახლა როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. და მოკლედ გიყურეთ, არ გამოგრჩეთ ის პერიპეტიები, თუ რა პერიპეტიები არის ზოგადად კრიპტო ინდუსტრიაში. ახლა სანამ გადავალთ უშუალოდ გადაცემაზე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet-ი. ახლა გამოჩნდება QR კოდი, ან გადაცემის აღწერაში იქნება ლინკი, სადაც შეგიძლიათ მოკლედ მარტივად დარეგისტრირდეთ ჩვენი რეფერალური ლინკით. გაიაროთ მალევე ვერიფიკაცია, ასევე აქვთ მობილური პლატფორმა, ესე რეფერალური კოდი კრიპტობაზარი უნდა გამოჩნდეს აუცილებლად მოკლედ. ასევე აქვთ მობაილ აპლიკაცია, სადაც შეგიძლიათ უფრო მარტივად აკონტროლოთ თქვენი ფინანსები, ასევე 5 ლარიდან შეგიძლიათ ნებისმიერი კრიპტო იყიდოთ Bitnet-ზე, რაც არის ხელმისაწვდომი. თუ შეკითხვები გექნებათ როგორც კრიპტოს შემოტანის დროს, ასევე გატანის დროს, ან რაიმე ნებისმიერი ტექნიკური შეკითხვა 24/7-ზე არის საპორტი და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. და ასევე სიახლე არის ის, რომ თუ თქვენ აქტიურად ვაჭრობთ Bitnet-ზე, მოკლედ 2%-დან სულ რაღაც 1%-მდე შეგიძლიათ დაიყვანოთ თქვენი ვაჭრობის და გადასვლა გადმოცვლის საკომისიო. ეხლა რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს, დავიწყოთ პირველი სიახლით. პირველი სიახლე ეხება Jack Dorsey-ის კომპანიას Cash-ები. სიმართლე გითხრათ, ამ აპლიკაციასთან არანაირი შეხება არასდროს არ მქონია, არც გამომიყენებია. თუ ვინმე იყენებთ ჩვენი მაყურებლებიდან, ძირითადად საზღვარგარეთ ვინც არის ამ ხალხს თან მაქვს შეკითხვა, ვინც იყავით და იყენებდით ამ Cash-ებს, მოკლედ Cash-ებში დაემატა ახალი ფუნქცია, სადაც თქვენ შეგიძლიათ ასევე სტაბილური coin-ითა და Bitcoin-ით გადახდა გაჩნია მერჩანტი, ანუ ის ადამიანი, ვინც სიტყვაზე იღებს ამ Cash-ების საშუალებით თანხას, რისი მიღება მას სურს, მას შეუძლია Bitcoin-ის მიღებაც, სტაბილური coin-ის მიღებაც, ან ამ ორი აქტივის გადაცვლა სხვა აქტივად, სხვათა შორის Lightning Network-ის საშუალებით ხდება ეს ძალიან სწრაფად, Lightning Network-ზეც ალბათ და ზოგადად ამ ტექნოლოგიაზე ალბათ ერთს ცალკე ვისაუბრებთ ხოლმე, თუ იქნება რა თქმა უნდა მოთხოვნა, მოკლედ ესეთი სიახლე არის ამ კუთხით. თან Jack Dorsey-ის პრინციპში როგორც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც Bitcoin მაქსიმალისტი, რომელიც ცდილობს მეტნაკლებად გახადოს, ასე ვთქვათ, ის სისტემები, რა სისტემებშიც არის დეცენტრალიზებული და სხვათა შორის კომპანია, რომელიც ამ Cash-ებს ფლობს, კომპანია Block-ი, ჯამში მას აქვს 8692 Bitcoin-ი და მოკლედ თავისი აქციების ფასიც მეტნაკლებად რაღაც დიაპაზონებში არის, ვინც აქციებით ხართ დაინტერესებული, ეს იმათვის ზოგადად და ეს კომპანია მოკლედ აქტიურად განაგრძობს როგორც Block-ი პრინციპში Jack Dorsey-ის თაოსნობით აქტიურად განაგრძობს Bitcoin-ის ინტეგრირებას სხვადასხვა პლატფორმებში, თუ თავიანთ პლატფორმებში მით უმეტეს და ასევე Jack Dorsey კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ვთქვათ, რომ უფრო დეცენტრალიზებისკენა, ასევე თქვენ გახსოვთ, რომ Twitter-ის თავში იყო, Twitter-ის head-ი იყო, თუმცა მისი თაოსნობის დროს მოხდა სხვათა შორის ძალიან ბევრი სერიოზული ანგარიშების გაყინვა, მაგალითად Donald Trump-ის ანგარიშის გაყინვა, იყო რაღაც რეგულაციები ყველაზე და სხვათა შორის ბოტების ქარხანა, Twitter-ის ბოტების ქარხანა ძალიან აქტიურად მუშაობდა, მაშინ ფაქტობრივად ვერ ხდებოდა ამ ანგარიშების იდენტიფიცირება, ძალიან რთული იყო, თუმცა ეხლაც ეს პრობლემა მეტნაკლებად არის ილონის ხელშიც, მაგრამ ის რომ ახლა ანგარიშების დაბლოკვა, ესე მე არ სმენია, დაწერეთ კომენტარებში, თუ ვინმე ცნობილ ადამიანზე გსმენიათ, რომ აი Twitter-ის ანგარიში X-ის ანგარიში ახლა არ აქვს და სხვათა შორის ტრამპს როგორც კი დაუბრუნეს ანგარიში, ტრამპი არც იყენებს ამ ანგარიშს, ძირითადად თავის პლატფორმაზე ეგრეთ წოდებულ Truth-ზე, ანუ სიმართლეზე არის და იქიდან პოსტავს და არის რამოდენიმე ბოტი, რომელიც აი ამ სიახლებს live რეჟიმში გაჩვენებთ ხოლმე Twitter-ზე. ასევე ვნახოთ ახლა უკვე X-ში რამდენად მოხდება გადახდებში Bitcoin-ის
და სხვა კრიპტოვალუტების ინტეგრირება, ასევე ქეშებში სტაბილურ ქოინების ინტეგრირება მეტნაკლებად დამოკიდებული იყო და პრინციპში გამოწვეულია იქიდან, რომ მეტნაკლებად დარეგულირდა სტაბილურ ქოინებთან მიმართებაში საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამანაც ასე ვთქვათ ბიზგიმის სამ ყველაფერს ტექნოლოგიის კუთხით კიდევ ერთხელ რაც არ გამომიცდი ამას ვერ ვისაუბრებ თუმცა მაინტერესებს მართლა თქვენი აზრი როდესაც ვკითხულობ ხოლმე გადაცემის მიმდინარეობაში გთხოვთ მინიმუმ კომენტარებში ან ჯგუფში შეგიძლიათ დაწეროთ ცალკე პოსტი ანონიმურადაც შეგიძლიათ დაწეროთ მოკლედ ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს ამის თუ მაინც და მაინც გამოჩენა არ გინდათ რომ აი Cash-Apps მე ვიყენებ თუმცა რა ჩვეულებრივი გადახდების აპლიკაცია როგორც საქართველოში არ ოპერირებენ ეხლა რაც შეეხება მეორე სიახლეს და მეორე სიახლე ეხება უშუალოდ Tezers და რაში სიახლეც არ არის ერთ-ერთი ანალიზი არის და ამ ანალიზის გაზიარება რაღაც კუთხით მინდოდა და შევეცდები მოკლედ ამ ანალიზზე კარგადაც ვისაუბრა ხარ შევეცდები რომ კარგად გამოვაჩინო მოკლედ ეს ფოტო ხო ახლა გამოჩნდება ეკრანზე ფოტო სადაც ერთ-ერთი ანალიტიკოსი საუბრობს ბიტკოინის დომინაციაზე და Tezeris სტაბილური ქოინის დომინაციის ზრდაზე და რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ნუ პირველი მივყვეთ რომ როდესაც სტაბილური ქოინების ბაზრის კაპიტალიზაცია იზრდება ანუ ეს იმას ნიშნავს თან პროცენტულად რომ ბაზრის მონაწილეების ნაწილი ასე ვთქვათ ახდენს თავისი თანხის გადატანას სტაბილურ ქოინში ხო ანუ ვიღაცებმა შეიძლება გაყიდეს აქტივი და სტაბილური ქოინი შეინახეს ანუ ვიღაცები შეიძლება შემოვიდნენ და სტაბილური ქოინში გადაიტანეს ეს თავისი დოლარები ან ევრო ან ასე შემდეგ ხო ამ შემთხვევაში კორელაციის ანალიზი არის სადაც მოცემული არის ყველაზე მაღალი ნიშნულის შემდგომ აი განვიხილოთ ახლა ბიტკოინთან მიმართებაშია ძირითადად ბიტკოინმა მაღალი ნიშნული ნუ ამ ანალიზის მიხედვით ამ პერიოდში არ დაუფიქსირებია, მაგრამ ამ პერიოდიდან, ამ პერიოდის პრინციპში 2018 წლის იანვრიდან თუ ავიღებთ, ნელ-ნელა დაიწყო ბიტკოინის ფასის კლება და თუ შევხედავთ ჩვენ USDT-ს ასე ვთქვათ დომინაციას, ხედავთ რომ გაიზარდა USDT-ს დომინაცია. ეს ის ხანა არის პრინციპში, როდესაც სტაბილური ქოინების გამოყენება ესე აქტიურად არ ხდებოდა. ასევე შეგვიძლია ვნახოთ მეორე კორელაცია, როდესაც 2019 წლიდან კლება დაფიქსირდა და სხვათა შორის ასევე გარდამავალ პერიოდში დაფიქსირდა რა COVID-ის გამოკლება აქაც ვხედავთ მატებას, თუმცა კიდევ ერთხელ აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ამ პერიოდში ზოგადად სტაბილური ქოინის გამოყენება უფრო აქტიურად ხდებოდა და შესაბამისად ასე ვთქვათ ზოგადი ზრდაც შეიძლება გქონდეს სტაბილური ქოინის დომინაციაში და ეს შეიძლება იყოს ამ მონაცემისთვის ხმაური. ეხლა გადავხედოთ 2022 წლის იანვარს, როდესაც უკვე პრინციპში 2021 წლის ნოემბრის შემდგომ, აი ამ თვის შემდგომ 4 წლის წინ ზუსტად დაფიქსირდა 68-79000 ნიშნული, ზოგიერთ გვიჟეზე 70000 ნიშნული. მაშინ ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, როგორც რამოდენიმე თვის წინ შეიძლება ვერ ხვდებოდით ჩვენ რაღაცებს რომ კლება იყო ბაზარზე, თუმცა ბაზარი ცოტა სხვანაირად რეაგირებდა. თქვენ ხედავთ ბიტკოინის ფასი როგორ იკლებს და ამავე პერიოდში სტაბილური ქოინის დომინაცია როგორ იმატებს. შემდგომ გრძელდება ასე ვთქვათ სტაბილური ქოინის დომინაციის კლება, რაც თანხვედრაში არის ბიტკოინის ფასის მატებასთან და ახლა უბრალოდ აი ესე ვთქვათ ბოლო ორ პერიოდზე ხდება დაკვირვება, ბოლო ორ სანთელზე, ჩვენ თუ ასე ვთქვათ თვეებით შევხედავთ ბოლო ორი თვის სანთელზე, სადაც ეს ორი თვე მოკლედ ოქტომბერი და ნოემბერი ბიტკოინის ფასი იკლებს და სტაბილური ქოინის დომინაცია იზარდება, ხო? კიდევ ერთხელ 100%-ით ასე ვთქვათ ამის კავშირი შეიძლება თქვენ ვერ მოძებნოთ კორელაციის დროს შეიძლება იყოს რაღაც შეცდომები, შეიძლება საერთოდ სხვა სტაბილურ ქოინზე იყოს მომავალში და ეს როგორც ინდიკატორი ესე არ გამოგადგეთ, მაგრამ ამ სიახლემ არა ამ ანალიზმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, რადგან ნელ-ნელა ხდება ხოლმე სხვადასხვანაირი სენტიმენტების თაყრა ბაზარზე, დაყრიან ხოლმე ამ სენტიმენტებს და მე შემდეგ იტყვიან რომ აი ჩვენ ხომ ამაზე ვისაუბრეთ და შესაბამისად ეს ნიშნები არსებობდა და თქვენ აი
ჩვენ რაღაცა 1% ან 2% მივხვდით ამას არა. ნუ ეს რაღაცებზე ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, აქ ქართულ ბაზარზე არ არის საუბარი, უცხოური ბაზრის ანალიზზე მაქვს საუბარი, სადაც 1 და 2%-ზე იტყვიან, რომ აი ჩვენ ხომ მართლები ვიყავით და რაღაც გავსი, არა, ყველაფერი რაც შეიძლება მოსალოდნელი ყოფილიყო ამ ფასებთან მიმართებაში, ამის გაანალიზება მოხდა და ეს წელი ამ კუთხით ძალიან რთული არის, ანუ ძალიან რთული ადამიანს უთხრა, როდესაც ყველაფრის ფასი იზრდება, რომ ეს ზრდა შეიძლება არ იყოს დიდხნიანი, ხო? და ცოტა სხვანაირად გიყურებს ეს ადამიანი და თავიდან დამწყები მით უმეტეს როცა რომ აი ეს ფულ შოულობს და შენ არ გაშორნებს ფულს ან რაღაცა მსგავსი, ხო? ან შეიძლება ეს ფიქრებიც იყოს ამასთან მიმართებაში, ანუ ამ ემოციებისგან უნდა დაიცალოთ და ემოცია დაცრილმა ზოგადად უნდა შეხედოთ ბაზარს და ემოციის დაცლის შემდგომ მოკლედ უკეთ იქნება, ასე ვთქვათ, ანალიზი მსგავსი რაღაცეების, დაველოდოთ და თუ იქნება თქვენგანაც შეთავაზება, დაველოდოთ და დავაკვირდეთ აბა ტეზერის და სტაბილური ქოინების ზოგადად ბაზრის კაპიტალიზაციები რას იზამს, ჩვენ შეგვიძლია ესეც მოვნიშნოთ ტრენდინგ ვიუზე და ვნახოთ ეს ინფორმაცია. ლოგიკურად ეგრე არის ხოლმე, თუ სიტუაცია ბიტკოინის ფასი იკლებს, რაღაცაში უნდა მოხდეს გადაცვლა. აი პრობლემა შეიძლება დადგეს რაში, რომ კი პროცენტულად შეიძლება სტაბილური ქოინების, ასე ვთქვათ, დომინაცია გაიზარდოს, მაგრამ აი სტაბილური ქოინების, ასე ვთქვათ, გადოლარიზების ნიშნული თუ მაღალი იქნება და საერთოდ თლიანი ბაზრის კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია თუ დაიკლებს, ეს კიდევ სხვა ინდიკატორია და ასევე რამოდენიმე კვირის წინ ჩვენ გახსოვთ ვისაუბრეთ, როდის ხდება დეცენტრალიზებულ ბირჟებზე აქტიური ვაჭრობა და ეს რა შეიძლება მიუთითებდეს, ხო? ეს ანალიზებიც მნიშვნელოვანია, თუმცა ფასის კუთხით ძირითადად მაინც ბიტკოინის ფასზე ვისაუბრებ დღეს გადაცემაში. ახლა შეხება მესამე სიახლეს. მესამე სიახლე ვიღაცებს შეიძლება ინგლისის მომხრელი იყოს, ხო? აი JP Morgan-ის ანალიტიკოსებზე არის, ისევ JP Morgan-ის ანალიტიკოსებზე ჩვენ ადრეს ვისაუბრეთ ბევრი, სხვათა შორის მათ თქვეს, რომ აი 25,000 ნიშნულს მიუახლოვდება ბიტკოინი, თუმცა აქვე არის საუბარი, რომ 6-დან 12 თვეში ბიტკოინმა შეიძლება 170,000 ის ნიშნულს მიაღწიოს, ამას წერენ, მოკლედ. ასე ამ სტატიაში ხაზი არის. ზოგადად ამ რა სტატიებზე ვსაუბრობ, არის ჩვენს Twitter გვერდზე სტატიები მოცემული და შეგიძლიათ ნახოთ კრიპტობაზრის Twitter გვერდი და მარტივადაც შეგიძლიათ თუ ინგლისურის პრობლემაც არის, მარტივად შეგიძლიათ Grok-ს არ თარგმნიოთ და მოკლე ინფორმაციას გამოიტანოთ, მოკლედ მაგის პრობლემა არ არის, რომ მაინც და მაინც ოთხშაბათს და პარასკევს და ჯგუფში ჩვენ აქტივობას არ დაელოდოთ, ხო? თუ მაინც და მაინც აინტერესებთ სხვა დამატებით სიახლეები. მოკლედ, გამომუშავების ფასიო ანალიტიკოსები აქ წერენ, რომ 94,000-მდე გაიზარდაო. ადრე ეს ნიშნული ალბათ თქვენ გაახსოვთ იყო 55-60, სხვადასხვა მაინინგ ფერმებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო დათვლილი და $55,000-ზე თუ $60,000-ზე დაბლა თუ ჩამოვიდოდა ბიტკოინის ფასი, ანუ წამგებიანი იყო 94,000 აქ რას ნიშნავს? ანუ 94,000-ზე დაბლა თუ ჩამოვა ბიტკოინის ფასი, ანუ გასაშვალებულად შეიძლება წამგებიანი იყოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურების ბიტკოინისთვის ბიტკოინის მაინინგი, თუმცა კიდევ ერთხელ არსებობენ ინფრასტრუქტურები, რომლებიც და დატა ცენტრები, რომლებიც რა ვიცი მე 100-ს რომ მიუახლოვდება ბიტკოინის ფასი, მაშინ ყიდიან, რათა შემდგომ ელექტროენერგიის ფული კონდეთ, ახალი მაინერის ფული კონდეთ, ფერმის მოვლის ფული კონდეთ, ხო, ანუ ესეთი ჭკვიანი მაინერებიც არსებობენ და ეს დიდად რაღაცა თუმცა კიდევ ერთხელ გასაშვალოებული ფასი მაინც ეს არის, ხო? 170,000 ელოდებიან, მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი და დიდი ალბათობით მე არ ველოდები და ამას განვიხილავ რატო? მით უმეტეს 1 წლის დიაპაზონში შეიძლება სხვა რაღაცას ველოდა უფრო თუ ეს ანალიტიკა რა ანალიტიკაც არის JP Morgan-თან გამართლდა საერთოდ სხვა ბაზრის სტრუქტურასთან გვექნება შეხება, რაც ყველასთვის საბოლოო ჯამში კარგი არის, ხო? ანუ იმედია შეცდომით ვფიქრობ მოკლედ ჩემ პროგნოზებზე და ვარაუდებზე, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ფინანსური რჩევებს აქ, რა თქმა უნდა, არ ვიძლებთ, უბრალოდ ბაზარს განვიხილავთ და სტრუქტურას განვიხილავთ. მოკლედ, რისი თქმა მინდა ასევე ამას დაერთო ამ სიახლეში არ წერია, ამას დაერთო ეგრეთ წოდებული ძველი ბიტკოინ ჰოლდერების
ასე ვთქვათ ბიტკოინის გაყიდვა, ხო? აი ისეთი ადამიანების, რომლებსაც ამის 10 წელია, 12 წელია და უფრო მეტი ჰქონდათ ბიტკოინი, იმ ადამიანებმა დაიწყეს გაყიდვა, ვიღაცები წერენ აი რატო აი არ ვიცი ხალხო, თუ 120-ზე 125,000-ზე ვყიდი ბიტკოინს, ხო, თან ამდენი ხანი მოვდივარ, რა ვიცი, ავარაუდოდ 100 რო ჩამოწდება, 80 რო ჩამოწდება, 70 რო ჩამოწდება, ვიყიდი და რაც დამრჩება ის თანხა, რა ვიცი მე მთელი სისტემის ანუ იგივე ოდენობის ბიტკოინი რო ვიყიდო, რავი, ოდენობის ბიტკოინის გავყიდე, ხო, ანუ თუ ვიბაჭრებ ეგრე ჭკვიანურად, რა ვიცი, არანაირ წაგებაში არ ვიქნები და პლუს კიდევ დამრჩება ფიატი, რომელსაც ჩემი კეთილდღეობისთვის გამოვიყენებ, ხო? თუმცა აი აქ არის ერთი თუმცა, როდესაც ეს აქტივები იყიდება, ვინ ყიდულობს, ხო? ყიდულობენ სახელმწიფოები და სხვადასხვა ორგანიზაციები თუ ისევ რიტეილ სექტორი ყიდულობს. რასაც ხედავთ, ყიდვის წნევა არ არის ძალიან დიდი ჩვენი მხრიდანაც, რიტეილ სექტორის მხრიდანაც. ვერ იქნება იმდენად დიდი, რომ ასე ვთქვათ, ფასის ესეთი ვარდნის შემდგომ უცებ შენარჩუნება მოხდეს. აი ეს 94,000-ის ნიშნულით საინტერესო შეიძლება იყოს ბაზრისთვის, ასევე CM-ის, ეგრეთ წოდებული CM-ის gap-ის, ანუ ნაპრალის ამოვსება 96,000-ის ნიშნულზე, რაც მოხდა და ამის შემდგომ ანალიტიკოსების ნაწილი თulis, რომ შეიძლება აქტივის ფასი ავიდეს მაღლა. მოკლედ, აი ამ სტრუქტურასთან დაკავშირებით არის პრობლემა და ამ პრობლემებზეც ვისაუბრებ გადაცემის მანძილზე. ნახოთ, JP Morgan-ის ანალიტიკოსები 6-12 თვის ვადაში თუ მართლები იქნებიან, კიდევ ერთხელ ყველანი ვიხეირებთ, ხო, მაგრამ რაღაცა მეჭვებ. და ამ მეჭვებებზეც ვისაუბრებ. ეხლა რაც შეეხება მეოთხე სიახლე, ესე სურათად არ გამოვა, მაგრამ მეოთხე სიახლე ტრადიციულად არის სიახლე წარსულიდან და სიახლე წარსულიდან ის ფარგლებში, მოკლედ დავაკვირდი 2021 წლის ნოემბერს 7, 8 ნოემბერს რა სიახლეები, 14 ნოემბრის სიახლე არ იყო. იყო ეს, რომ აი 68,000-ის ნიშნულზე ავიდა ბიტკოინი და ეს ძალიან კარგია. ასევე სხვათა შორის იყო Jack Dorsey-ის და ძალიან კარგადაც დაეთქვა Jack Dorsey რას აპირებს ტექნოლოგიების კუთხით, იქ ანალიტიკოსების საუბარი იყო, რომ 100,000 შეიძლება მიუახლოვდეს ბიტკოინი აი მაგ პერიოდში, ხო? და მართლაც ეს ასე ვთქვათ სურნელი ბაზარზე ტრიალებდა, რომ აი 70,000 ხო მიუახლოვდა, აი ხა შემდეგი ფსიქოლოგიური არის 100,000 და მართლაც ფსიქოლოგიური წინააღმდეგობა და პრინციპში ფსიქოლოგიური ფასი რაც დავინახეთ ჩვენ ბაზარზე არის 100,000. ეხლა ისი თქმა მინდა აი წარსულის ექსკურსსაც თუ შევხედავთ, ხო? ეს bear market-ი არ იქნებ თუ კიდევ ერთხელ ბაზრის სტრუქტურა არ შეიცვალა და შემდგომ 1 წელი დაახლოებით იქნა bear market. ეს bear market-ი რატომაც გონია, რომ არ იქნება მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინები ბიტკოინთან მიმართებაში და კრიპტოვალუტებთან მიმართებაში დიდი არის. ბიტკოინთან მიმართებაში მოლოდინს კიდევ არ აუშავს, აი ალტკოინებთან მიმართებაში ჭარბი მოლოდინი შეიქმნა და ამ ჭარბი მოლოდინის დამსხრევა, რა ვიცი, ერთ კვირაში ან ერთ თვეში შეუძლია ბაზარს. შეუძლია რომ 95 ან 80% დააგდეს თქვენი აქტივის ფასი, რომელიც იყიდეთ აი altcoin-ზე არის საუბარი და შესაბამისად მოკლედ მირჩევნია რომ ეს ბაზრის სტრუქტურები განვიხილო. ახლა სანამ ბაზრის სტრუქტურებზე გადავალ, მოკლედ Pix token-ის challenge-ი გადავამოწმოთ, სანამ ავთო მიფრინავს აი ამ კუთხით რა ხდება, რას მივუახლოვდით 20,000-იანის ნიშნულს გადავწდით და მივუახლოვდით მოკლედ 21,000-იანს 25,000-მდე, ნუ გზა გასავლელია, შეგახსენეთ მოკლედ თუ ვინმე არ იცით, ბაასებში, კრიპტობაზარშიც ვისაუბრეთ Pixel-ის პროდუქტზე და Pixel აკადემიაზე ძალიან ბევრი, აგრე საიტიც არის, შეგიძლიათ ნახოთ, ასევე ჯგუფში დაწეროთ კომენტარები, ან გადაცემაში დაწეროთ კომენტარები და ჩვენ აგიხსნით მოკლედ კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობის შესახებ, ასევე ავთო არის არგენტინას, ჩაფრინდება არგენტინაში და კონფერენციებთან და შეხვედრებთან დაკავშირებით მოკლედ ისაუბრებს, ტექნიკურად თუ მოხერხდება იქიდანაც ისაუბრებს, თუ არა და როდესაც ჩამოვა შემდგომ რა შეიძლება იყოს საინტერესო ამ კუთხით, მოკლედ გვადენვეთ ამ მიმართულებითაც თვალი, ჩელენჯამდე, ნუ დარჩენილია სადღაც 4,121 დოლარი. ესე უცებრობ დავთვალოთ და კიდევ რა ვიცი 98 ცენტი. მოკლედ ახლა გადავიდეთ ბაზარზე, რა ხდება ზოგადად ბაზრის თავს.
რა სტრუქტურასთან შეიძლება გქონდეს საქმე და მიმოვიხილოთ რა თქმა უნდა ბიტკოინი და ალბათ გახსოვთ მე რა დიაპაზონზე ჩამოსვლა არ მინდოდა კვირის დახურვა ეხლა გამოჩნდება ეკრანზე ხო აი რისი მეშინოდა და მართლაც როდესაც თქვი რომ აი ამ ტანის დახურვა თუ მოხდება ამ დიაპაზონის ქვევით დიდი ალბათობით შემდგომში უფრო დაბლა ჩამოვალთ და ამ კვირასაც ვხედავთ მოკლედ სტრუქტურულად სადამდე ჩამოვედით მიზანი არის მოთამაშეების ბაზარზე ჩართული მოკლედ ტრეიდერების რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ დიაპაზონის გამოცდა ამ დიაპაზონის გამოცდა თუ ვერ მოხდება შემდგომში ბევრისთვის არასასურველი დიაპაზონი რჩება, ხო? აი 78000 და შეიძლება აქედანვე მივუახლოვდეთ მოკლედ იმ ნიშნულს, რა ნიშნულზეც იყო საუბარი. ახლა დღის დიაპაზონში თუ შევხედავთ, ხო? აი ამ ასე ვთქვათ, ოთხკუთხედის გადალახვას ცდილობს და შესაბამისად თვლი რომ ერთ-ერთ სერიოზული წინააღმდეგობა თუ კიდევ ცდელობა იქნება აღმასვლის, აი ამ რეაქციის შემდგომ იქნება სწორედ ეს ფაზი, ხო? ეხლა პირველ რეაქციას რასაც ვაკვირდებით, არც ისე სახარბიელოდ მოხდა აი ამ ფაზზე შესყიდვები, ანუ ის შესყიდვების ძალა რაც ვიხილეთ აი აქ და ამ ნიშნულის გამოცდა აი წარმოიდგინეთ რამოდენიმეჯერ მოხდა, შეიძლება ჩვენ ლოკალური წინააღმდეგობაც ჩამოგვიყალიბდა, ხო, აი ლოკალური წინააღმდეგობა შეიძლება იყოს საერთოდ 104,000, ხო? და ასევე გარღვევის წერტილიდან ნახვაც გააჩნია თქვენ რა დიაპაზონში უყურებთ. ზოგადად ბაზრის სტრუქტურა დადასტურებულადაც შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გრძელვადიან, ასე ვთქვათ, აღმასვლის სტრუქტურას იცვლის. აქ თუ გადავხედავთ და წინა პარასკევს მაგიტომ იყო, როდესაც ლადო მოვიდა, უფრო შორიდან შევხედეთ ამ სურათს, აი 3 თვის დიაპაზონებიდან რაღაცები უფრო კარგად ჩანდა და აი კვირას თუ შეხედავთ, აი ყველაფერი მონიშნის გარეშე აგრესიული გაყიდვა ხდება. და ის დიაპაზონი, რა დიაპაზონზეც ვისაუბრეთ, აი ამ დიაპაზონამდე ასე ვთქვათ, ჩამოსვლა არც თუ ისე შორს არის. თქვენ შეგიძლიათ ბევრნაირი ინდიკატორი გქონდეთ, მოძრაობის საშუალო შეიძლება გქონდეთ, ATR შეიძლება გქონდეთ, ანუ ბევრნაირი ვარიაციები შეიძლება გქონდეთ, საყრდენი წინააღმდეგობა ბლოკები, მაგრამ რა ასე ვთქვათ, რა ინფორმაციას არ უნდა გქონდეთ, ან რა კონტროლის ზონებს, ან რა ფიბონაჩებს არ უნდა ეძებდეთ, თქვენ ლოგიკაში უნდა იყოთ მყარად. ეს სტრუქტურა რა შეიძლება გავდეს, ხო? კიდევ ერთხელ, ეს სტრუქტურა შეიძლება გავდეს ამ მოძრაობას, თუმცა აგერ ხედავთ, რომ უფრო აგრესიული დაღმასვლა არის და როგორც აქ იყო პრინციპში რაღაცის ცდელობა რომ აეთვისებინა და შემდგომ აი აქ როდესაც 20-22 წლის გაზაფხულზე მაშინ სტეპენის პერიოდის დაემთხვა, ბევრი საუბრობდა რომ მორჩა აი ამ წინააღმდეგობას როგორც კი გავარღვევთ, შემდგომ მივდივართ 70,000, არა, ბაზრის სტრუქტურა აქ არ შეიცვალა. ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ვიხილოთ მსგავსება უფრო აგრესიის კუთხით, უფრო პრინციპში ამ დიაპაზონთან ვიდრე აქ აქაური დაღმასვლის მსგავსება შეიძლება იყოს ეს დიაპაზონი, როდესაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში გქონდა კლება, საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა თუ ეს დასასრული ამ კუთხით საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა ეს ბულრანი, იმაზე დიდ ხანს ვიდრე ძალიან ბევრი ელოდა, კიდევ ერთხელ შესანახეთ არის ერთი ვარიანტი არის, მეორე ვარიანტი, ხო? ან ამალა ჩამოვა, ან დაბლა ჩამოვა, ან როგორც ხუმრობთ ხოლმე გვერდით წავა. გვერდით რო წავა, უეჭველი ვიცით, ხო? მარჯვნივ გააგრძელებს სიარულს, ხო? აქ არის უბრალოდ თქვენ რა ლოგიკაც გექნებათ, აი ამ წინააღმდეგობა საყრდენთან, ან თქვენივე ლოგიკებში როგორ მოიქცევა აქტივი, ამას უნდა დააკვირდეთ, ხო? თუ ეს მოქცევა არ მოგწონთ, შესაბამისად მსგავს გადაწყვეტილებას იღებთ. კიდევ ერთხელ ჩვენ კონკრეტულად კრიპტობაზრის ჭრილში რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ და რა გადაწყვეტილებასაც ვიყებდით, რავი ზაფხული დამოყოლებული, ამაზე იათ საუბრობდით. დანარჩენ ფინანსურ რჩევას ჩვენ ვერ მოგცემთ ეს ერთი და მეორე ჩვენ არ ვიცით მოკლედ ვისი პორტფელი, როდის არის შესყიდული, შეიძლება საერთოდ ვიღაცებს არ ეჩქარებათ, რადგან 30,000 თუ აქ ვიღაცას ბიტკოინი ნაყიდი პირობითად, ხო?
აი 60,000-მდე, 50,000-მდე ჩამოსვლასაც დაელოდება. ნუ უბრალოდ ითქვეს, რომ აი რა კაი იქნებოდა, რომ 125-ზე გამეყიდა ან რაღაცა მსგავსი. ხო, ანუ ვიღაცამ შეიძლება რა ფასზეც იყიდა, იმ ფასზე გაყიდოს, რადგან ამ 1 წლის განმავლობაში ბაზარზე ვერ ნახა. სხვათა შორის, ახალი სენტიმენტის გამოღვიძება ხდება, აი ეთერიუმის სენტიმენტის, რომ ეთერიუმი ეხლა უფრო მძლავრად გამოიყურება ვიდრე ბიტკოინი და ვნახოთ არ გადამიხედავს, სიმართლე გითხრათ, კარგი ხანია და ვნახოთ ის წინააღმდეგობა რა წინააღმდეგობა, ხო, არა. ამ წინააღმდეგობის გადალახვა ვერ მოხდა და შესაბამისად ის რომ ახლა ეთერიუმი გამოიყურება უფრო კარგად ვიდრე ბიტკოინი, ნუ არ შეესაბამება სიმართლეს ეთერიუმის ფასს ბიტკოინთან მიმართებაში თუ შეხედავთ. ესეც არ გავს, უკვე აღარ გავს და კარგი ხანია აღარ გავს პრინციპში წინა კვირაშიც უნდა გადამეხედა. პარასკევს მაინც არ გავს ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ხარების დროშას, ეს ტარი შეიძლება იყოს, მაგრამ დროშას ნამდვილად არ გავს. ასევე არის მცდელობა ისევ აი ამ ზონიდან რაღაც თანხების ამოტანის, მაგრამ ვერ ხერხდება ვერაფერი. ხო, აი ეთერიუმის თავს ეს არის. ეხლა ვნახოთ Solana-ც ბიტკოინთან მიმართებაში არ ვიცი, მაგრამ დოლართან მიმართებაში კი. ნუ Solana-ც ისევ უბრუნდება ასე ვთქვათ აღთქმულ ფასებს და სავარაუდოდ Solana გააგრძელებს როგორც ეთერიუმი ბიტკოინთან მიმართებაში. ერთადერთი ვინც ჯერჯერობით ხო, ვინც ჯერჯერობით მეტნაკლებად ნორმალურად დგას არის BNB, თუმცა კიდევ ერთხელ აი ეს არის ჩემთვის ყოველთვის კითხვის ნიშანი, რომ აი ამ წინააღმდეგობას მივახლოვდით წონი დიაპაზონის, აი რატომ მოიმატა ამ აქტივის ფასმა, თუ რამე სერიოზული ფუნდამენტური ინფორმაცია არ არის, რომელიც მომავალში არ გამოჩნდება, შესაბამისად ესეც манипуляციურია და დიდი ხანი არ უწერია მოკლედ ამ აქტივის ფასს შენარჩუნა. ძალიან ბევრი ვარიაცია არის და კიდევ რავი ფედის გადაწყვეტილება ვნახოთ, მაგრამ ყველასთვის ალბათ ხო, აი აქ ახლა სხვა რაღაცაზე არის საქმე, ხო, უფრო დაიკლებს, 2 პუნქტით დაიკლებს თუ არა, 1 პუნქტით დაიკლებს თუ არ დაიკლებს, ხო? აი ჯერჯერობით არის 50-50. ეს სიმართლე გითხრათ საინტერესო არის, მით უმეტეს 26 დღე არის დარჩენილი, შემდეგ კვირასაც დავაკვირდეთ და ნახოთ როგორ შეიცვლება ბაზრის სენტიმენტი ამ კუთხით. ასევე ოთხშაბათს ვისაუბრეთ აი იმ სტიმულებზე, რა სტიმულებით შეიძლება იყოს ასე ვთქვათ კოინების დარიგების კუთხით. კოინების დარიგების კუთხით ერთი წამით და შესაბამისად მოკლედ ესეთ რაღაცებიც უნდა გაანალიზდეს, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო მივახლოვდებით ამ თარიღს და რაც უფრო ასე ვთქვათ ახლოში ვიქნებით აქ, ესეც გასაანალიზებელია, როგორ შეიძლება ამაზე ზოგადად ბაზარმა ირეაგიროს. ეხლა ვნახოთ მოკლედ კომენტარები, რა კომენტარებიც არის გადაცემაში და Facebook-იდანაც და ვნახოთ YouTube-იდანაც. თუ გაინტერესებთ რომელიმე coin-ის ფასი, ამასაც ვისაუბროთ, Facebook-ზე არაფერი არ არის და ვნახოთ აბა YouTube-ზე თუ არის რამე. და თქვენ ადგილზე მოკლედ ეს რაღაცებსაც დავაკვირდებოდი, მოლოდინები რა შეიძლება იყოს ხალხი და ვირას ელოდება, ხო? მიკა ბოლომდე აკეთებ ასაკრე რა იყო ადრე 5 მარტო წამყვანი იყავით პლუს თომრები იყვნენ ყველა გადაცემა ნიკა ჯიგარო კაცო გენაცვალე მარტო რომ მიყავს ეს გადაცემა ბოლომდე აკეთებ ამ საკრე იყო ადრე კი ეს რეალია გვაქვს ჩვენ 4 შაბათობით შეგიძლიათ უყუროთ მოკლედ ფორმატ სადაც მინიმუმ 3-2 კაცი ან 5 კაცი არის ხოლმე განვიხილავთ მსგავსი რეალია გვაქვს უბრალოდ კუპერს ალბათ ახსოვს ის პერიოდი, როდესაც ყოველდღიურად გადიოდა გადაცემა და პრინციპში ბაზრის ტენდენციებს რო შევხედოთ, რა ვიცი, ყოველდღიური გადაცემის საჭიროება არ დგას და აქვეც შეიძლება დავამატოთ, რომ ბაზარზე, რა ვიცი, ყავდა ხოლმე სხვათა შორის 2021 წელი ძალიან განსაკუთრებული იყო 2022-იც მით უმეტეს, ძალიან ბევრი კრიპტო კომპანია იყო
რომელიც რაღაცას ცდილობდა, NFT პროექტები იყო და მსგავსი რაღაცეები და მე გარკვეული მიზეზების და გამო ახლა თუ მიმოიხედებით ქვეყანაში მიხვდებით რომ ძალიან ბევრს მით უმეტეს ასეთ პერიოდში შეიძლება გაუჭირდეს ესეთი ინდუსტრიაში რამის გაკეთება ხო ისედაც არასტაბილური შეიძლება იყოს ეს ინდუსტრია და პლუს კიდე გარემო რა განებოშიც არის ქვეყანა და შესაბამისად მოკლედ აქ ძალიან რთულია ხოლმე რაღაცა ისეთი სიახლეები ისეთ კომპანიები ვნახოთ ბირჟებზე არ არის აქ საუბარი ძირითადად ისეთ ადამიანებზე რომლებიც რაღაც გადაწყვეტილებას ცდილობდნენ და ამ გადაწყვეტილებისდა მოკლედ ძალიან რთულია ხოლმე ესეთ პერიოდში მოკლედ კითხვები მეტი თუ არ არის კიდევ ერთხელ შევაჯამოთ და ვნახოთ აი ამ თომ მომწერა აბა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ და კიდევ ერთხელ განვაახლოთ და ვნახოთ აბა გადაცემის მიმდინარეობაში ხო ამ არ შეცვლილა რამე არაფერი არ შეცვლილა ჯერ ჩელენჯამდე მოკლედ კიდევ არის დროს სანამ 25000 მიუახლოვდება კითხვების შემთხვევაში კიდევ ერთხელ დაწერეთ ჯგუფში კითხვები და დაწერეთ გადაცემაში თუ რაიმე შესყიდვასთან დაკავშირებით ზოგადად პროექტთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ რა როგორ გადმოიტანოთ და დარეგისტრირდეთ ამაზეც მოკლედ დეტალურ პასუხს გაგცემთ ეხლა შევაჯამოთ რა ვისაუბრეთ გადაცემაში. გადაცემის პირველ ნაწილში მიმოვიხილეთ სიახლე თუ რა ხდება ბაზარზე. ეს სიახლეები, რაზეც ვისაუბრეთ, დიდად ესე ვთქვათ, ბაზრისთვის რაღაცა სიტუაციის შემცვლელი შეიძლება არ იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ მეორე სიახლეს თქვენ ადგილზე დავაკვირდებოდი და დავაკვირდებოდი ტეზერის და ზოგადად სტაბილური კოინების პროცენტულობის ზრდას და ასევე ბაზრის კაპიტალიზაციის ზრდა გვაქვს თუ კლება გვაქვს და ამის მიხედვით შეიძლება ერთ-ერთი ინდიკატორი იყოს როგორ გადათვალოთ რისკები. გადაცემის მეორე ნაწილში შევეცადე მოკლედ მიმომიხილა თუ რა ხდებოდა ბიტკოინის თავს ფასის კუთხით და მესამე ნაწილში შევეცადე მოკლედ რომ კომენტარებისთვის მეპასუხე. ახლა ასევე შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის Bitnet. Bitnet-ზე დარეგისტრირდებით QR კოდით, რომელიც მოცემულია აღწერაშიც არის ლინკი, გაივლით ვერიფიკაციას. ჩვენი რეფერალური ლინკით სულ რაღაც 5 ლარიდან იყიდით ნებისმიერ აქტივს Bitnet-ზე. თუ შეკითხვა გექნებათ 24/7-ზე გიპასუხებთ საპორტის, სხვათა შორის მობილური აპლიკაციაც აქვთ და იქიდანაც შეგიძლიათ მოკლედ შესყიდვები განახორციელოთ და თუ თქვენ აქტიურად ვაჭრობთ, მოკლედ 2%-დან 1%-მდე შეგიძლიათ დაიყვანოთ ვაჭრობის საკომისიო. მოკლედ შაბათ-კვირას თავს გავუფრთხილდით და ზოგადად ბაზრის სტრუქტურასთან მიმართებაშიც ფრთხილად იყავით, რადგან გამოჩნდნენ რაღაც ალტკოინები, რომლებიც არ ემორჩილებიან ამ ვარდნას. სპეციალურად არ ვისაუბრე მათზე, რადგან შეიძლება რაღაც სიგნალად მიიღოთ ისე, რომ ამ ალტკოინები შეიძლება გაგრძელონ აღმასვლად, რაც ძალიან რთულია. თუმცა ამ დაღმასვლებშიც ადამიანები მოკლედ ხეირობენ და შოულობენ ფულს. მე კი შემდგომ პარასკევამდე გემშვიდობებით დროებით.